ჯულიან ბარნსის მსოფლიო ისტორია 10 ნახევარ-კარად. აქ არის 10 მოთხრობა და 1 ჩანართი. პირველივე მოთხრობა ეს გახლავთ უბილეთოდ დამგზავრებული. ამბავს გვიყვება მღრღნელი, რომელიც ნოემ არ წაიყვანა თავის კიდობანზე, ის შეძრა, ასე ვთქვათ, ამ კიდობანში. ნოეს გვაჩვენებს როგორც ძალიან ამბარტავანს, უხეშ პერსონაჟად, როგორც ლოთი, რომელმაც ასე გადიდკაცებულმა და ამაყმა მერე არც თუ ისე სახარბიელო საქმეები ჩაიდინა. იუმორნარევი თხრობა არა მხოლოდ თვითონ ამბის მიმართ ირონიას გამოხატავს, არამედ თავად ისტორიული ამბების მიმართ ჩვენ დამოკიდებულებაზე კიდევ ერთხელ გვაფიქრებს. უნდა მივიღოთ თუ არა ის უტყუარ მტკიცებულებად. ღნელების ამბავი კიდევ ერთ მოთხრობაში გვხვდება, ხის ჭიებს უწყობენ სასამართლოს. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ქართული რეალობიდან ჩვენ ყოველდღიურად რა სახის პროცესებსაც ვადევნებთ თვალს, არც თუ ისე დინასტიურად და სურეალისტური ჟანრიდან შეიძლება არ მოგვეჩვენოს ხის ჭიებისთვის მოწყობილი სასამართლო. აი რატომ უწყობენ ხის ჭიებს სასამართლო? ეპისკოპოსის ტახტის ფეხთაგან ერთ-ერთს მღრღნელები ხის ჭიები დახრავენ და როდესაც არის მომლოცველთა დღე და კვარცხლბეკზე ავა ეს ეპისკოპოსი, რომლის ტახტიც არის, ბარნსი წერს, რომ დაენარცხა ეპისკოპოსი თავითა მისითა კიბისა საფეხურს. როგორ შეიძლება რომ ამაში ვინმე არ იყოს დამნაშავე და ხის ჭიები აღმოჩნდნენ სამწუხაროდ ის არსებები, რომლებმაც პასუხი უნდა ააგონ. კიდევ ერთ ძალიან საინტერესო მოთხრობა არის, ეს არის ხომალდის დაღუპვა, სადაც აი ესეთი ჩანართი გვხვდება, თეოდორ ჟერიკოს ნახატი, აი მინდა რომ გაჩვენოთ. აქ მთხრობელი ამ ამბავთან მიმართებაში ცდილობს, რომ ამ ნამუშევრის მიხედვით, ასე ვთქვათ, შეაფასოს, ავტორეფლექსიური არის, აკომენტარებს და ასე მოგვითხრობს ამ ისტორიულ ამბავს. თითოეულ ამბავზე რომ არ შევჩერდეთ. ვფიქრობ, რომ ის რამდენიმე რომელიც შევარჩიე, შეგიქნით წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა დაგხვდებათ ამ წიგნში.